850 ჰექტარ ქართულ მიწაზე იგეგმება ორი უცხოური დასახლების მშენებლობა. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება ისე, რომ ჩვენ ქართულ ხალხს არაფერს არ გვეკითხებიან. მეცაც გეტყვით, არათუ არ გვეკითხებიან, გარიგება, რომელიც დადო ივანიშვილის რეჟიმმა არაბ ინვესტორთან, გასაიდუმლოებულია. ან როგორი ირონიულია თუნდაც ის ფაქტი, რომ ერეკლე მეორეს უდგამდე ძეგლს და კრწანისის ველს ასხვისებდე და იქ უცხოური დასახლების მშენებლობას უწყობდე ხელს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ შემოგვიერთდით, მოგვიწერეთ ხელი პეტიციაზე და ერთად გავაგონოთ ხმა როგორც ქართულ ოცნებას, ისე იმ უცხოელ ინვესტორს, რომელიც გარიგებაში შედის ბიძინა ივანიშვილთან და არა ქართულ ხალხთან. დღეს ვართ რეალობაში, როდესაც ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ფული უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე ქართული მიწა. უკვე მე-13 წელია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქვია და ქართული ოცნება ქვია. და უკვე როგორც ჩანს ეს საბოლოო წერტილზეც კი მივედით, როდესაც 800 ჰექტარზე მეტ მიწას ბიძინა ივანიშვილი თავისი პირადი ბიზნეს ინტერესების საფუძველზე გადასცემს არაბულ კომპანიას.